და კვლავ უბრუნდებით ბოტანიკურ ბაღთან მომხდარ მკვლელობას ნიკა ჩანქსელიანის მკვლელობისა და ლუკა ჩანქსელიანის დაჭრის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა გენერალურ პროკურატურაში. ამავე ბრიფინგზე ასევე გახდა ცნობილი კიდევ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ამ წუთებისთვის 106 სკოლის ეზოში ნაპოვნია მოსწავლის ბექამ აღლაკელიძის 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ მოსწავლის ბექამ აღლაკელიძის ცხედარი, იგი მოკლულია გუნკერდის არეში ცივი არაყით მიყენებული ჭრილობით. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ შემზარავი ფაქტებით და გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩანქსელიანების შემთხვევაში ცნობილია უკვე გამოძიების მიერ, რომ დადგენილია გამოძიების მიერ, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა შელაპარაკება და საქმის გარჩევები გიორგი ავალიანს, გიორგი გაჩავასა და კახა ზღუაშვილს შორის, რაც განმეორდა 4 მაისსაც. საქმის გასარჩევად შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს ნიკა და ლუკა ჩანქსელიანები. ამ კონფლიქტისა და გარჩევების შესახებ ხაზი მინდა გაუსვა ამ გარემოებას. ცნობილი იყო მათი პედაგოგებისთვის და სკოლის ადმინისტრაციისთვის. როგორც იცით, უკვე ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის არის 66 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მე-10 კლასის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან აუღელვებლად მოკლა თავისი თანატოლი და დაჭრა ასევე თავისი თანატოლი. როგორც გითხარით, კონფლიქტის თაობაზე ცნობილი იყო, მაგრამ არავითარი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არ ყოფილა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტი გახსნეს ძალიან ოპერატიულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა პრევენცია მოეხდინათ ამ ფაქტის. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ არ მიაწოდეს ცნობები, რომელიც ცნობილი იყო ადმინისტრაციისთვის და რომლის მიწოდების ვალდებულებაც მათ ჰქონდათ. მათ ჰქონდათ ამ შემზარავი ტრაგედიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ მოხდა სამწუხაროდ. ჩვენ ვაცხადებთ აბსოლუტურად ცალსახად. ყველა ესეთი ფაქტი იქნება გამოძიებული არა მხოლოდ მკვლელობის უშუალო მონაწილეების თუ დანაშაულის, სხვა ტიპის დანაშაულის უშუალო მონაწილეების მიმართ, არამედ სკოლის პასუხისმგებელი პირების მიმართაც. გამოწვლივლით იქნება შესწავლილი. შეეძლოთ თუ არა სკოლის ადმინისტრაციას თავიდან აეცილებინათ ესეთი ფაქტი, იმ მარტივი ქმედებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო თანამდებობის პირს სათანადო დროს სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ. და ყოველგვარი ინფორმაციის დამალვა სკოლაში აღმოჩენილ ნებისმიერ თუნდაც ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელო იარაღზე, ან კიდევ უფრო მძიმე ფაქტზე, ან მაგალითად მსუბუქი ნარკოტიკების ფაქტზე. ეს და ამის გაკეთება რაღაცა ცრუ მოჩვენებითი ფასეულობის, როგორიც არის სკოლის პრესტიჟი, ამის სახელით არის თანამონაწილეობა ასეთი ტიპის ტრაგედიებში და ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ძიან მომავალ თაობებს, ანუ პედაგოგებმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ასეთი ტიპის დანაშაულებში მთავარი ჩვენი მოკავშირე გულისხმობ სამართალდამცავ ორგანოებს და სახელმწიფო სტრუქტურებს. მთავარი მოკავშირე უნდა იყოს მშობელი და პედაგოგი. ჩვენ თუ ეს ორი მოკავშირე არ გვეყოლა, პირობას ნამდვილად ვერ მოგცემთ, რომ ესეთი ტიპის დანაშაულებას მოვერევით. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები და ჩვენ გეუბნებით, ვინც უნდა იყოს ეს მოკავშირეები. რადგანაც, როგორც ჩანს, ყველა მშობელს და ყველა პედაგოგს არ ყოფნის საღი აზრი საიმისოთ, რომ ეს გააცნობიეროს, ჩვენ უახლოეს მომავალში გულისხმობ საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ვაპირებთ მოვამზადოთ კანონპროექტი ანტისოციალური ქცევის შესახებ, რომლითაც იქნება ძალიან მძიმე და მკაცრი პრევენციული ღონისძიებები დაწესებული ანტისოციალური ქმედებებისთვის, უპირველეს ყოვლისა მოზარდებზე იქნება ეს გათვლილი, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი სანქციები, ეს არის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძიმე იქნება, მაგრამ თავიდან აგვაცილებს ამგვარ ტრაგედიებს. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ბავშვი ატარებს იარაღს, ცეცხლსასროლი იქნება ეს თუ ცივი იარაღი, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს მისმა მშობელმა. იმის გამო, რომ არის უგულისხმურო, იმის გამო, რომ აზდის შესაბამისად საკუთარ შვილს. კონტროლის პალატა